7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი გაიმართა. მოწმის სახით დაიკითხა ჟურნალისტი თიას სიჭინავა, მან ტელეკომპანია იმედში მაშინ განვითარებული მოვლენები დეტალურად გაიხსენა. სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. შეგახსენებთ 7 ნოემბრის აქციის დარბევის და ლიმეჩის შეჭრის და მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება წარდგენილი აქვთ მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, გიგი უბულოვასა და ვანო მერაბიშვილს. ისინი ანგრევენ ყველაფერს, რაც ეხება ვარდების რევოლუციის მონაპოვრებს და ეს გრევა იღებს კატასტროფულ ხასიათს. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ყველაზე დიდ გრევას მოყვება ყოველთვის ყველაზე დიდი აღშენება. ამას ვამბობ როგორც ვარდების რევოლუციის ლიდერი და ჩვენ ვარდების რევოლუცია ახალი ეტაპი გაგრძელება აუცილებლად გვაქცია. ირაკლი ოქროაშვილი, რომლის ყალბიჩვენებით მივიმყოფები ამ ქისოს მიღმა. იმ სოლიდარობას, იმიტომ რომ მან გამოიჩინა პრინციპულობა და საოკუპაციო რეჟიმთან. მამუკა ხაზარაძეს ძალიან ერთად წამოწდა, რომ რატო ალაპარაკება სააკაშვილის ციხიდან. ახლა თვითონაც არის ბირსოზას მიღმა, მე მოსულ უცხადებ სრულ ადამიანურ სოლიდარობას და აღნიშნა მის ვაჟკაცობას, რომ არის თანამშრომელი რეჟიმთან და მე მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა კატეგორიულად ვთქვა მის და სხვა პოლიტიკოსების გაუყურებლად. იმიტომ რომ ყველაფერს წელი და წარსულის წელების შეიძლება ვახსოვდეს, მაგრამ აბსოლუტურად არ არის რელევანტური. ბევრი პროექტი, რომელიც არის შექმნილი უკრაინაში, მაგალითად იუსტიციის საქმის მსგავსი პროექტები, გიორგი ვაშაძის უშუალო მონაწილეობით გაკეთდა და ასეთ ადამიანს უშვებენ ციხეში და ვინ უშვებს სრული არარაობები და მან ყველას არამატა ვიმუშავებთ, რა თქმა უნდა გვესწროს, რომ ჩვენ არ თანამშრომლობთ არალეგიტიმურ კომისიასთან პარლამენტში, ასევე არ შეგვიძლია თანამშრომლობა საარჩევნო კომისიასთან, რომელიც ზუსტად ასეთივე არალეგიტიმურია. თუ ვამბობთ ას, უნდა ვთქვათ ბ-ს.